მოკლედ მეგობრებო, კი ვთქვით დასაწყისში რომ მოდი ეს ცოტა ხანს შევინარჩუნოთ ეს საზეიმო განწყობა, მაგრამ ადვილი მისი არ არის რა, ხო? უთხრათ გაუმხილოთ ადამიანს. ძალიან რთულია. ანუ ყოველთვის არ არის ადვილი რომ იხუმრო ქვეყანაში ისეთი სიტუაცია და ისე მიდის მოვლენები რომ დამიჯერეთ ყოველთვის არ არის ამის ხალისი, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად გაგიმხიარულოთ რამდენიმე წუთი თუ ნახევარი საათი. ოღონდ ახლა დავაზუსტოთ რა ყველაფერ სერიოზულად მართლა სერიოზულად ვთქვა. ხო, არა. არ ვხადაობთ. ეგეთი. ახლა კი რაც შეეხება ხადაობას, ნიკო დაიწყე. ახლა კი რაც შეეხება ხუმრობას, რანაირად უნდა დავიწყო? პირველი ამბავი, მეგობრებო, რითაც შეგვიძლია დავიწყოთ ეს არის რომ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა. და როგორ გამიკვირდა? ეთყობა ხო გიმილი სახეზე? ეთყობა ხო რომ იუმორისტული რაღაცნაირი ისა გვაქვს ხო? კი, აღმატებული მდგომარეობა. მოკლედ რა გითხრათ, არ ვიცით, ახლა გვინდოდა ამაზეც გვეხუმრა. მიუხედავად იმისა, რომ ამაზეც წარედ გვეხუმრა, მიუხედავად იმისა, რომ თელმა ქვეყანამ უკვე წარედ იხუმრა ამაზე. ჩვენს გვინდოდა რომ გვეხუმრა, მაგრამ ისიც როგორ არის ახლა არის მდგომარეობა, აი ისე სწრაფად უფასურდება. ისე სწრაფად უფასურდება. აი ხუმრობის თქმას რომ დავიწყებდით, ხუმრობის დასასრულში ორჯერ მეტად შეიძლება ყოფილიყო გაუფასურება. ასე რომ აზრი არ ქონდა ამას. შეიძლება რა აზრი არ აქვს. ამას არ გვინდა შევეშვათ, მოდი ლარ. რაღაცა ხო მაინც დინამიურად ხდება. მოდი მე სტაბილურად დაღმასვლა, რაღაცა ხო დინამიკაში ისე არის გაუფასურებელი, სერიოზულად ვიძახით, ჩემი მეზობელი ბავშვები 20 ლარიანები თამაშობენ რას იცი, გახსოვს ტურბოსო თამაშობენ. აი მას თამაშობენ ჩვეულებრივად. 20-იანი, 100-იანი და ასე შემდეგ და სხვათა შორის მამები რო ჩუქნიან ხოლმე 100 ლარიანებს ღამე მთვრალები. დილით აღარ უნდა. კარგი, მოდი ინფლაციას დაუბრუნდეთ და საერთოდ რას. ხო, სასიამოვნო დასაბრუნებელია, მაგრამ დასაბრუნებელი არის, იმიტომ რომ რადგანაც ლარი უფასურდება, ხო ყველაფერი უფასურდება და უпростоრად ყველაფერი ძვირდება. ძვირდება და ერთ-ერთი ესეთი მოხმარების პროდუქტი არის, მეგობრებო, დაუშვათ ზეთი. ზეთი მოკლედ ისე ძვირდება, ისე ძვირფასდება და ისეთ მაღალ ხარისხში ადის და ისეთი ძვირი ღირებულება უხდება წეთს, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ზეთი ვაქციოთ ფულის ერთეულად. ანუ ვალუტად და ხელფასი ავიღოთ ზეთი. ფასიანს ითხრეთ, ხო? გადავიხადოთ ზეთი. ხაღალ დისპონში. კი. კიდე რამდენი რამე შეიძლება. წარმოიდგინე, რამდენი გამოთქვა გვაქვს ფულზე ხა და ეგ ყველაფერი ზეთზე რო იქნება. ეგ ელამდეა ზეთში. მაგას ზეთი გადაზდის. ყველაფერს ვერ იყიდი რა. მე ძმაო შეიძლება ბევრი რამე შეცდომა დამიშვი, მაგრამ ზეთზე არ გავყიდულ ვარ, გაიგე? ასე რომ ბევრი რამე შეიძლება. ზეთი ჯოჯო ხეცანათებს. ყველაფერს ზეთით ვერ იყიდი. კარგი, მოკლედ ზეთს თავი დავანებოთ. მედი არა, ნუ ვერ დავანებებთ, მაგრამ ნუ ამჯერად ჩვენ მაინც გავეშვათ რა. ძალიან შორს წაგვიღებს კიდე თუ გავყევით რა. უმარ მასპინძლობაზე ხომ არ ვიცი. უმარ მასპინძლობას გვერდს ვერ აუვლით. რომელ ქართველს აუვლია გვერდის უმარ მასპინძლობისთვის ჩვენ რო აუაროთ. ვერც აუვლით. რა ხდებოდა რა ამბავი. სხვათა შორის ყობახიძე ხო განაცხადა რომ ვისაც ვაჟა წაკითხული აქვს, ვაჟას უმარ მასპინძელი ვისაც წაკითხული აქვს, ის ნაცი ვერაფრით ვერ გახდებაო. ნახე რა არის აქ ჩამალული, აი ხო არის ერთეულები რა დაუშვათ მანძილის ერთეული არის მილიმეტრი, სანტიმეტრი, საზომი ერთეული, ხო. იმის რა ქვია, წონის საზომი ერთეული რა არის? კილოგრამები. კი ბატონო, ყველაფერს ისინი. და ახლა ქართული ოცნება გვთავაზობს ახლა ესეთ საზომ ერთეულს. ნაცოგრამი, ხო. ნაცი რის საზომი ერთეული? სახელმწიფოებრიობის საზომი. და უპასუხისმგებლობის. და როგორ იზომება? და დაუშვათ ერთი ნაცი არის რა ვიცი ერთი ნაცი რას უდრის დამეხმარეთ? სამი ყიზილბაში. სამი ყიზილბაში. ორი ნაცი არის სამი ყიზილბაში. ორი ნაცი რას უდრის? თემურლენგი პირდაპირ. ორი ნაცი. 10 ნაცი რას უდრის თუ? 10 ნაცი უდრის საქართველოს მტრებს. სისხლიან 9 წელს. 10 ნაცი. ერთად ნანახი ყავს. მოიცა. ნაცები თუ ანუ ანტისახელმწიფოებრიობის საზომი იქნება, მაშინ კოცებიც ხომ უნდა იყოს რაღაც ის. ხო, არ გვინდა ახლა მაგაზე ახლა. რა ღირს? რაზე არ გვინდა? საზომი ერთეული იქნება, ვთქვათ? გასაგები არ გვინდა. არა, ჩემი. კაი, გავეშოთ, არ გვინდა. არ გვინდა, გასაგები, მოკლედ ეს ყველაფერი მოყვა აი ამ კაცის ჩამოსვლას პოზნერის, რომელიც ჩვენ რო აღარ ვილაპარაკოთ, ახლა ვინ არის და რა არის, ვიცით თემა ქვეყანამ და ამას მოყვა მე ეს. მე მგონი ყველამ არ ვიცი. ნუ მოკლედ ხო, მაგრამ ნუ ერს რო დავხვდით, ასე ვთქვათ, მთლად, იმით რო არ დავხვდით
ტაშფანდურით მთელი ერი თორე ვიღაცები კი დახვდნენ ტაშფანდურით. მე ამან გამოიწვია ანტივაჟიზმი და რაღაცეები რა, მოკლედ ამას მოყვა ეს. თან განსაკუთრებით იმაზე მეცინება ესე რომ ვიღაცები რომ ამბობენ ასე რომ ვისაც თუმარ მასპინძელი წაკითხული არა გაქვთ. სული აქცენტი. ბიჭო, არა, აი ეს ნაცები და კოცები არ ვიცი, რომ როდის შეიძლება უდესმე დამთავრდეს. რომ აი რა უნდა დამთავრდეს, მე ეჭვი მაქრო საერთოდ მე შვიდე ძალა რომ მოვა, აღარ იარსებებს, მე მაინც აი შვიდე ძალა არ ვიცი, მაგრამ ეს პოლიტიკური საგიჟეთი არ დამთავრდება ოდესმე. მაგაზე ვერ გიტყვი ვერაფერს, მაგრამ ერთი რაც შემიძლია გითხრა არის ის რომ აი სასკოლო მე მგონია რომ ხო არის ისეთ ამოცანები რო არის ხომ სკოლაში რა, სასკოლო პროგრამაში. ერთ-ერთი ამოცანა მე მახსოვს რომ იყო ეს მაგალითად გახსოვს როგორ უნდა გადაიყვანო ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზას თხა გელი და თივა და მე ეჭვი მაქვს რომ ეხა ახალი ამოცანა იქნება სასკოლო პროგრამაში ბავშვებს და იქნება როგორ შეიძლება ევროპელმა მედიატორმა პარლამენტში შეიყვანოს ნაცი, კოცი და მესამე ძალა ისე რომ ერთმანეთი არ დაჭამონ. ძალიან კარგია. აი მაგალითად ნებისმიერი შეიძლება ეგრე სიტყვაზე პარლამენტის მიმართულებით A პუნქტიდან გამოვიდა 2 ნაცი 25 კმ/სთ სიჩქარით. B პუნქტიდან 1 კოცი 30 კმ/სთ სიჩქარით. რა დროში შეხვდებიან ისინი ერთმანეთს. ამის რო იყოს ნუციკომ სახლში 2 კოცი მიიწვია სტუმრად. გიორგიმ მისმამ ძმამ კი 3 ნაცი. ამოცანა გვეკითხება. რამდენ ხანში დაჭამენ ერთმანეთს? სტუმრები. ან მაგალითად ნუციკოს ნაცმა აჩუქა პასტა. კოცმა აჩუქა პენალი. აჰა. ვისი საჩუქარი უფრო გაუხარდა ნუციკოს და არის თუ არა აქ ესკალაციის საშიშროება. ამას არჩევნების შემდეგ გავიგე. ისე შეიძლება. მეტი მაგრამ აქამდე არ მიყუმრე და შეიძლება რაღაც მეოთხე კლასის სასკოლო პროგრამაში უკვე შეიძლება. ბიჭებო, მე ერთი რამე მინდა ვთქვა და მაყურებელსაც მინდა შევთავაზო, მე დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან მოგეწონებათ ეს იდეა. მე გადავწყვიტე, რომ რახან ჩვენ ასეთი პოლარიზებულები ვართ და რახან ასეთი პოლიტიზირებულები ვართ, დაარსდეს ოფიციალურად პირველად საქართველოში აპოლიტიკური დღე. ოფიციალურად მე ამ იდეით შემოსვარ. არა, მე მაქვს ეს იდეა დაპატენტებული. ყველაზე აპოლიტიკური დღე იქნება აპოლიტიკური დღე. როდესაც გადაეკეთება რუსთაველი წარმოედგინე ხალხი ამას ზეიმობს. რუსთაველი ხო, აი მაგალითისთვის რომ აგიხსნებოდა საერთო სახალხო აპოლიტიკური ზეიმობა იმართება. ერთი დღე იქნება ასეთი, როდესაც ისეთი სასწაულები მოხდება, როგორც მაგალითად აი წულუკიანი დადის და იღიმება. ყველას უღიმის და მათაც ყველა უღიმის. კი. მაგალითისთვის ბოკერია თალაკვაძის ლექსებს კითხულობს. ბიჭო რა მაგარი აპოლიტიკური ხალხო გენიალური ყველაზე მაგარი ლექსები ნაცავი. არც თალაკვაძეს ეკუთვნის. აი ეგეც წარმომიდგენია. კიდე ერთი შეიძლება მოხდეს. ერთი დღე ეგეთი კიდე შეიძლება რომ ყველა ერთად როა და არაფერი. ვახო მეგრელიშვილი რომ ბედნიერია, იმიტომ რომ ამჯერად მაინც გაიგო ყველაფერი. ყველაფერი გაიგო რა ხდება, ხო? არა, კიდე ძალიან მაგარი იქნება. ვახო მეგრელიშვილი იქნება იქ. ბიჭო რუსთაველზე არის ეგეთი სეირნობა, ყველა ერთად. ეგეთი ამბავი რო ხდება და ვოლსკი ეთამაშება იმათ რა ქვია, სამოქალაქო აქტივისტებს. ნაცები? ნარც თამაშობენ და აი ხორხოცია, მაგრამ მეგობრულად და ვოლსკი რო გააგორეს დუშაში გაგიდე. ესე ვიცინი. ძმური ზეიმია რა. სადღაც მაგ დროს გამორბის პირველი სკოლის წან კიბესთან, აი ვაშა დაკაკის ეგრთან გამოდის კობახიძე, სადღაც ბოლოსკი ზეიმისკენ რა და კობახიძე გამორბის და ყვირის რა. ბიჭო, მაიცად, ნახეთ ვინ ჩამოვიდა და იქიდან მიშა გამოდის. ვინ ჩამოგიყვანეთ ბიჭო. მაგარი ნანადრის სიურპრიზი. ამ დღეს ისმის ხმა კიდე, სადღაც ისმის ხმა. ამ დღეს სადღაც ხმა ისმის. ბიჭო, ეხლა დღეს მაინც ნუღა ჩაიჯო თუ ჩემი ძმა. რაღაცები ეს მაინც რო ჩაიყვაკე ხოცები რა. რაღაცები ხო იცი როგორ მიყვარხარ. ხო იცი როგორ მიყვარხარ. აი გახედე აგერ. წულუკიანი უღიმის ბოკერია თალაკვაძის ლექს კითხულობს. კობახიძე მიშა ჩამოიყვანა და დღეს მაინც რო ჩაიჯო თუ ჩემი. ეს არის იმის დასტური, რაღაცები არასდროს არ იცვლება. რაღაცები და ვიღაც არასდროს. მაგრამ ჩვენ ძალიან მოგვეწონა. და კიდე წარმოიდგინე რა მაგარი იქნება რომ კარგი დღეა. მიშა და ბიძინა რო TikTok-ს წერენ მაგ დღეს ერთად. ძალიან მაგარი იქნება და ყველაზე ჭკვიანს რო იგებს ბიძინა ნიკასთან. ოღონდ ღამის 12 საათზე ეს ყველაფერი კვახად იქცევა. კი ეგრევე წავდება. რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ეგეთი რეალობა. ეგეთი დღე ძალიან მე ხო და მოდი ინიციატივა მოკლედ შემოვედით ჩვენ ინიციატივით და დაგვეთანხმებით ოფიციალურად შემოვდივართ რა. ხო რა პარლამენტის წინ ვეგიბრებით დადგომაში ერთმანეთს უფრო მეტ სიყვარულს გამოხატავს. ასე თუ გადავრჩებით ხალხო. მოკლედ განსაინტერესო. როდ განან წარმოიდგინე
ჩემი ბრალია, არა ეს ჩემი ბრალი იყო ყველაფერი, ყველა რო ერთად კი საუბრობენ. არზე გიგაკუნებენ უცხო ადამიანები, ახებ და გეუნებიან, გინდათ გაიგოთ, როგორ შეიძლება სამყარო შეიცვალოს და როგორ შეიძლება რომ ნაცმა და კოცმა ერთად იცხოვრონ და არ დაჭამონ ერთმანეთი. შემოიყადეთ კი და შემდეგ რა ვიცი. კულმინაცია გალა კონცერტი, სადაც ყველა მომღერალი მომღერის. We are the ყველა ვაფშე. სადაც ყველა სამღერები. ეს არის ძალიან მაგარი. ამ დღის გალა კონცერტზე არც ერთი მომღერალი არ არის დაბლოკილი. ყველა მომღერის. იმედის გამოკითხავს 50. ორი ძალიან საინტერესო დუეტების გაკეთება შეიძლება მანდაც სცენაზე კი. მიუხედავად ფანტასტიკაზე ვსაუბრობ. ყველას პირველად რაც ეს შოუა თვალები გაგვიბწყინდა. აბა რა გავიღიმეთ. მართლა მომეწონა ეს. ნათელი ოცნება. ამ დღეს მე მართლა მთლიანად დაუთმობ სახალხო ზეიმს რა. არა, მაგასე რომ დაფიქრდით მეგობრებო, მე მგონი ძალიან კარგი იქნება ეს. აპოლიტიკური დღე. ძალიან კიდე რაღაცები მოხდა საინტერესო. დაუბრუნდეთ რეალობას. ნუ სანამ აქ პოზნერი ასე თქვა ელარჯს წელავდა ამასობაში სხვათა შორის ლევან ბერძენიშვილის თქმის არ იყოს იმ ელარჯში 60% ყველი ყოფილა. იმიტომ იწელებოდაო ესე კარგად. იმიტომ იწელებოდაო, ხო, ზოგან 40%-იან საკეთებენო. ხო, მოხდა ესეთი საინტერესო ამბავი, გადავხო, მოხდა ესეთი საინტერესო ამბავი, რომ რუსეთში ჩატარდა გამოკითხვა ამ წელს. რა იკითხეს? იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ყველაზე სექსუალური მამაკაცი. შენ ეს ვინ იქნებოდა ამას მამაკაცი? ჩემი რუსეთს იმდენი სექსუალური მამაკაცი არის ვიკარგები პირდაპირ. რომელი ერთი ავარ? ფილიპ კირკოროვი. დავიწყოთ ფილა. ყველაზე მამაკაცური არჩიე. ფილა. ჩემი აზრით ვინც არის გეტყვი თუ გინდა ყველა დროის ყველაზე სექსუალური რუსი მამაკაცი. ვალერი ლეონტიევ. ბადე. პეპელა. აძინოკი. რაჯაგა. კი, გაიქნება. არა, სინამდვილეში გახდა ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ არა პოზნერი, არამედ პუტინი. ვაუ, პუტინი გახდა ყველაზე სექსუალურ მამაკაცი. მე საერთოდ გამოკითხვას როგორ აწარმოებდა? საინტერესო იქნებოდა გამოკითხვა, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ რუსეთში ნებისმიერი გამოკითხვა როცა დაიწყება ესე რომ თქვენი აზრით რუსეთში ვინ არის ყველაზე პუტინი. პუტინი. აღარ უნდა დამთავრება, რა თქმა დამთავრება. ყველაზე რუსეთში მართალ სიძახია, დედასგებიცებით რო ჩაატარო გამოკითხვა რუსეთში ვინ არის ყველაზე პიტალო? პუტინი გეტყვიან. Кто у нас самый пидало, конечно же, Путин. Автоматически. ვინ შეედრე რა თქმა ყველაზე ნიშნავს ეგრევე პუტინი. ისე რა გინდა ვერ გავიგე. აი, რა კრიტერიუმით არ არის ეხლა თქვა ამას ისე ვამბობთ გეგონება ეგრე არის. ერთი ეგრეა. ეხლა ნახე რა კრიტერიუმით არ არის ის სექსუალური. მოდი ავიღოთ. ქერა არის? ნუ იყო. ცისფერთვალება არის? არის. მეტა იყო გეთქვა ისე. ქერა არის? ცისფერთვალება არის? ზმანი ხო აქვს ძირადღირება მანქანები ხო ყავს კრიმინალი ჯიბეში ხო უდოს ოქროსცეპი და ჯამთელია ძიუდოთი მიმაშურება რა ქვია ძიუდოს ვარჯიშობს ერთი რა აი რითი არ არის სექსუალური ეგ მითხარი მე ჩამოგითხოვე 6 რაღაცა რითი სექსუალურია შენ ერთი მითხარი რითიც არ არის სექსუალური უძუები აქვს ჩამოწელილი აი ფოტო ნახოთ და ძუძუები ჩამოწელილი ეგ ის პერიოდი ფორმაში აი უკვე როგორ მოიცა ხო აინტერესებდა მეგობრებო პირდაპირ გეუბნებით რა რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეთ რამდენი 1000-იანი ჯარი და არმიაც არ უნდა გყავდეთ რაც არ უნდა ხდებოდეს მოკლედ გრავიტაციის წინაშე ყველაფერი უძლურია გრავიტაცია მაინც დაგაწელავთ გაიგეთ აი ეგ არის რა პუტინი დამისახელეს ახლა რუსეთის სექსუალურ კაცად მა სექსუალური კაცი მაგას ქვეყანა თავზე ენგრევა მა გამოკითხვაში კიდე იცი რა იქნებოდა ძალიან საინტერესო რომ ხო ყველაზე სექსუალური მამაკაცი უნდა აერჩიოთ ან პუტინი ან ნაგიევი და 3-დან 8 წლამდე მეურება პუტინს თუ არ ასახელებ 3-დან 8 წლამდე ხო გამოკითხვა 3-დან 8 წლამდე ან ერთი ვარიანტი მან როგორ იყო ესე ხო იყო ესე ჩამონათვალი ყოფილა რა 50-მდე რუსი ადამიანი იყო ჩამოთვლილი ნაგიევს და პუტინს შორის გამართულა ბოლოს ბრძოლა მეგობრები არიან სექსუალური მამაკაცის ნაგიევის პიროვნება აღარ იძებნება ხო ნაგიევის პიროვნება რუსეთის მოქალაქეების ბაზაში აღარ იძებნება ხო და მოკლედ 50 ადამიანის სახელი იყო ჩამოთვლილი და იქ ეკითხებოდნენ ეგრე ვინ უფრო ეს თუ ეს ხო რაღაც ეგრე და თქვათ ეკითხებოდნენ ტიპს ვინ არის თქვენი აზრით ყველაზე სექსუალური მამაკაცი ეს თუ ეს და თუ პუტინს არ იტყოდა თქვათ იტყოდა დიმა ბილანი თქვათ დიმა ბილანი კიდევ ერთხელ გიმეორებ ესე მეორდებოდა კითხვა კარგად დაფიქრდით და გვიპასუხეთ ვინ არის რუსეთში ყველაზე სექსუალური მამაკაცი ოპ მე უკვე ყველა სწორად პასუხობდა იცი არის აი ამ ყველაფრის მე რა შეპუტინზე ილაპარაკე რომ გაგეკაიფო და 1-2 დღის მერე სათამაშო ლაზერი რომ მოგანათო მანქანაზე როზი ხარ არ შეგეშინდება
არა მგონია აზრი არ ექნება ჩემს შიშ. მე უკვე შიშ აზრი აღარ ექნება ილო რა აზრი აქვს. მე არაფერი ისეთი არ მithქვამს რომ ეხლა აზერით დამემუქროს ვინმე. გარდა ამისა მეგობრებო ერთ საინტერესო ამბავი გვაქვს ჩვენ რა გვაქვს საინტერესო ამბავი მომსწრენი გავხდით ისე როგორც ყველა სხვა დანარჩენი ჩვენი ერთ-ერთი ძალიან კარგი ნაცნობი რადიოს ეთერში შედგა არაჩვეულებრივი დუეტის პრემიერა ერთგვარი დუეტი პერფორმანსი იყო ეს რა გითხრათ საოცარი პერფორმანსი ხარ გვენახა მოდი ნახოთ და კომენტარები შემდეგ მოვისმინოთ აღარ ასოდეს განმეორდები ხედა მithli ამ წამოს Y2K 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 Have a good day Have a good day ზამბეს გმადლობთ მე მგონი საინტერესო დუეტი შედგა რა რას ვაზრობენ აბუჭო აი მე უყურე ამას და მართლა ძალიან დამაინტერესა მეთქი რა Y2K და ასე შემდეგ ეხა მე მინდა რომ აშკარა ეს რაღაც პერფორმანსია ხო ნუ მე მაყურებელს მინდა აუხსნა რომ აქ საუბარი მიდის რაზე ნახე კაკაბაძოლოგი მოიცა ჯერ მე შენი საუბრე ვიდრე Y2K თქვი შენ შეგვიძლია ხო აღარა Y2K რას ნიშნავს რატომ 2K ხო ვიცით ютубიდან მაინც 2000 ნიშნავს Y2K რატომ 2000 წელი რატომ 2000 წელი რა თქვიო ესეთიო რა თქვიო არ არისო სამყარო ნაცრისფერი 2000 წლის წინ რა მოხდა დაიბადა მაცხოვარი ჩვენი ბატონო და დაიწყო ახალი ათვლა და ბოლოს სხვათა შორის და ხო ნუ 2000 წელია ხო მას მე გასული და ბოლოს ამთავრებს იმით რომ come to LA-ო ანუ ლოს ანჯელესი ვიცით ხო რომ ანგელოზების ქალაქია მაგრამ მე მგონი ვინც ვერ გაიგო იცოდეთ რომ აი არაჩვეულებრივი პერფორმანსი გავშიფრეთ რა გავშიფრეთ შამპინიონმა გაშიფრა და ადამიანები ეგონათ რომ უბრალოდ აი გავშიფრე მე შემიძლია ვიყო ირაკლი კაკაბაძელოგი კაკაბაძოლოგი შემდეგ წააწეროთ ხოლმე ეს არის ისე მიდიხარ ამოდი გავაკეთებ შეგიძლია რა მე რა ჩიტა გავაკეთო Y2K ამაზე უკეთესად ვერ გავაკეთებ და ხარ იქნება აი შედი ხარ ასე გიორგი სააკაძედან რო რატომაც არა მიასწორა რა მივცხოვ ეს ჩვენი პერფორმანსი თუ გინდა წამოდი და გზაში კიდე გეტყვით ქვეტექსტი კარგი მოკლედ ადამიანებს ჯერ მაგალითად ქვეტექსტებია მაგრამ ის დაიმახსოვრეთ რა გითხარით შორადები Y2K მეგობრებო,